გამარჯობათ მეგობრებო, არ გავწერო კარგი. გამარჯობათ. ოიდან ესეც ხო იცი. მიდი რანამე პური იქნება შიგნით გამოიკვეთე. მოგეთ მეგობრებო, გავაკეთოთ სალაშქრო საჭმელი. ეხლა ჩვენ ღვთის წყალობით ქოხიგო. ეში კაი მაგრაცივდა, მაგრამ არა უშავს. ნუ სადმე რო წავიღოთ. ნახევარზე გადავტეხავ და თვითონ მივცე. ო, ერთ დავუგდე, არის ჭხურ, მეორე მაგს დავუგდე. ხო? კაი. საჭმლის ამოღება დაგვაუწე ქვემოთავ ყიდულობთ ხოლმე და არა უშავს. მოკლედ გავაკეთოთ თუ სადმე სალაშქროთ მიდიხარ ცეცხლს დაანთებთ, მაგის საშუალება არის. გასწავლით ძალიან გემრიელ, კარგ რეცეპტს რა. ამისათვის საჭირო რომ ცეცხლი დაანთოთ. და ესეთი კარტოფილი გქონდეთ. აი ამ ხელა კარტოფილი. კაი, ეხლა. აუ ეს რამხელა ძაღლია. კიდე მოგცემ ჯიგარო მაინცა. მოდი. ეხლა რა დაგჭირდება მაგისთვის? მაგაზე ვილაპარაკოთ. აბა. დაჯექი ბატონო დავით. კაი. აქ დავჭდებით. მინდა თქვა რომ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება. USA to Georgia. Lumexi. აი ესეთი მაგარი print G. გვიბეჭდავს? არა. მოდი აქ დამინჯექი კაცო გვერდში. მე ეხლა შენს ხონდა გასწავლე ეგ ამბავია რა. ამიტომ ნახეთ ეხლა ამიჯი დადაგჭირდებათ. მიდი ხართ იმაში რა ქვია ლაშქრობაში ბეკონები იყიდება ცელოფანი იმაშია ცელო ეხლა დავჭერი. უბრალოდ უნდა აიღოთ ბეკონი ცელოფანში და ჩააგდოთ პირდაპირ იმაში. ეს ციცხის არაფუჭდება ეხლა თუ ერთი კვირა არ დააცადეთ. კითხვა მოგვის. რა კითხვა? ანუ აუცილებელია დიდი კარტოფილი იყოს თუ? კარტოფილი ჯანიანი უნდა იყოს. დიდი. ო, დიდი კარტოფილი გვიანაკეთება, სამაგოდ კარგათაც ხვება, გამიგე და ნუ აი ჯობია რომ ესეთი კარტოფილი იყოს. კარტოფილი არის ყლით გაჟღენთილი და რთულია შეწვა. ო, ხორცზე გვიანაკეთდება, ამიტომ შეგიძლიათ პირდაპირ ჩააგდოთ, ამას არც ფოლგა უნდა, არც ქაღალდი უნდა, არც არაფერი. ეძახიან ამას კარტოფილი მუნდირში. ო, მოკლედ. შეგიძლიათ ეხლა მარტო კარტოფილი ჩააგდოთ ცეცხლს და დააყაროთ მარილა ჭამოთ, მაგრამ მე ეძახი გემრიელი რაღაც რო გააკეთოთ. დნარი ყველი იყიდება, ყველგანა ესეთი ფირფიტები, მეტი არ კიდათ. ბევრგან არის. სხვადასხვანაირია რა. ხო და? ჩვენი მისი? ხო და. ეს დაგჭირდებათ. ნუ ხახვი შეიძლება სეზონზე იყოს, შეიძლება არ იყოს. ამიტომ თუ მწვანე ხახვის საშუალება არის, ჯობია მწვანე ხახვი წაიღოთ. მაგრამ ისეთ ჩოლო ანუ უყურეთ კარტოფილი ისეთი რაღაცა ტრანსპორტირებადია, ანუ არ გაფუჭდება. რა უნდა იყოს? ეს ვაკუუმის ქვეშ არის მოყოლილი ის რა ქვია. ეხლა იმიტომ დავჭერო არ მინდა მაგათ რეკლამა გავუკეთო რა, ხო ეგრეა. არა მე თქვენ ესე საიდუმლოდ გეტყვით რომ ბეკონი იყიდება დათლი რა ყველა მიწე თუ არ იცით მაღაზიაში. და ესეც ჩააგდეთ. ეხლა შეიძლება ზოგმა თქვას რომ კარაქიც მაგრა უხდებაო, მეც ვეთანხმები. არა, კარაქი უხდება და მაგრამ მოყურე, როცა ლაშქრობაში ხართ, კარაქის თანტარებას არ გირჩევთ, იმიტომ რომ თუ ზამთარი არ არის, გადნება, ხო და მთელი უბედურება და წუწაობა, თან კიდე ძალიან ქონიანი რაღაცა, გემრიელი კია. მაგრამ თუ სალაშქროთ, ანუ პიკნიკზე ხართ გამოსული, შეგიძლიათ წამოიღოთ. ხო, შეგიძლიათ კარტოფილს, მაგრამ ეხლა თუ მანქანი წავ, მე ვძახი, აი, ზურგჩანთაში კარტოფილი ჩააგდეთ, ბეკონი ჩააგდეთ. ხო, ბეკონი ჩააგდეთ და მდნარი ყველი. მეტი არ უნდა, აი, ეხლა რა კომპლექტის მიჭირავს ერთი მუჭა ეზავ. აი, ეს უნდა სულ ერთ რაღაც, ერთ ულუფას. ნუ მარილიც ისეთი რაღაცაა, რომ წვიმაში თუ არ მოყევით, არ გაგიდნება. წვიმაში თუ მოყევით, რა შეიძლება მოხდეს? გადანება. ხო, დარჩეს მაგრამ დაგიდნებოდა დარჩებით მარილიც გარეშე. ასე რომ არის ძალიან გემრიელი რა. მართლა, აი კარტოფილი ბევრჯერ გამიგეთებია. ბეკონის გემო, ხო, კარტოფილი ხო გაკეთებია, ხო და ახლა გავაკეთე ბეკონით და ყველით, ეგ ძალიან მაგარი. ყველი ჯობია მდნარი წაიღოთ, იმიტომ რომ მე ნუ მოკლედ გაჩვენებთ როგორ აკეთება, ხო ეგრეა. მოდი ახლა. გასაცმელებიც არის, მაგრამ გირჩევთ რომ ესენი იყიდეთ რომ კარგად გააკეთოთ. ცელოფანში ჩადონ არა. აგრა გაწერია, არა მგონიაო რომ ღორებიო გამიგია ღორებო რომ ძროხის ხორცს ჭამდენო. ღორები რომ ძროხის ხორცსა ჭამდენო. ისე ღორს ძროხის ხორცი დაუგდო შეიძლება შეჭამოს. შეიძლება.
შეიძლება კი არ შეჭამს, ეგ ისე დამპალი ადამიანს აჭამს. ღორია რა. ღორი ადამიანს, ღორი ღორსაც აჭამს. ო დავკალით ერთხელ, მოკლედ არ გვინდა ხა საშინელზე ლაპარაკი. მოკლედ ეხლა ცეცხლი მინთია. ერთ ცეცხლი ნაკვერჩხალი გაკეთდება, ბატონო დავით გავაკეთებ მაგარაღაცას, ამას ქვია სალაშქრო კარტოფილი ბეკონით. კანიბალი ღორი შეთიფუეთ. ყველა ღორი კანიბალია. რო იცოდეს. ყველა ღორი არის კანიბალი. თან ოპორტუნისტია, ყველაფერს აჭამს, კენკრიდან დაწყებული და ნაყინიდან დამთავრებული. ო, ნაყინი ხო, ნაყინიდან დაწყებული საკუთარი თანამოძმის ნაწლავებით ყველაფერს აჭამს. იმიტომაც ქვია ღორი და გემრიელი კი, მაგრამ მოწმინდური ცხოველია რა. ერთადერთი ცხოველი, რომელსაც ოფლი არ გამოსდის, ასე ხარ? საერთოდ. და ის რაც ისა მოკლედ არ გვინდა ხა მაგაზე ღორის ხორცი უნდა ვჭამოთ. ეს ბეკონი არის ღორის. მოგეთ ახლა ცეცხლი გაკეთე ისა. ჩაიწვება, დავალაგო და გავაკეთე. და გაგასინჯება. მოგეთ. ელა ჩავარით წესით. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, კარტოფილს უნდა დიდი ხანი რა, რომ გაკეთეს. გარედან უნდა გაშავდეს რა. ასე რომ არ შეგეშინდეთ ამისი რომ დაიწვა და რა. ხო, ვერ დაიწובה, იმიტომ რომ სუწყალია რა, ფაქტიურად. იმიტომ რომ ისეთი მცენარეა, რომ შიგიდან არის წყალი. ეხლა კოცონი თუ გინთია და ძალიან დიდი ამბავი გაქვთ, ესეთ მდგომარეობაში ატრელა თუ დიდი კოცონი გინთიათ, ხო? ბატონო დავით. ხო. შეგიძლიათ ღადარი გააკეთოთ და ზემოდანაც ნაკვერჩხალზე შეიძლება ეს, ოღონდ კარგ ნაკვერჩხალზე შეიძლება. არა, ხო მე ვიძახი რომ ბევრი რო იყოს მეთქი და ეხლა ეს ამას სულ თავისუფლად ეყოფა. ზედ ცეცხლიც რო ენთოს აი ეხლა როგორც ამაზიანთია. მით უკეთესი იქნება. ეგეც არანაირი პრობლემა არ არის რა. გარედან მუნდირში იმიტომ მეძახე რომ გარედან უნდა სულ დაიწვას და ქვასავით გახდეს. შეიძლება ცეცხლს მოეკიდეს და პატარა ნაკვერჩხლები თვითონ კარტოფილმაც გაიკეთოს, მაგრამ მე ბევრჯერ გამეკეთები ეს. ხო დრო უნდა რა და მე ეგ ბეკონით ხوار გიჭამია. ბეკონით. ეხლა ეს ჩავალაგე, აჩვენებანო როგორ არის ჩალაგებული, ძმაო, ალემაო. ხო და მე უკვე დავაბეკონოთ და დავაყველით და ასე შემდეგ გავაკეთოთ. ო, დრო. დავყველოთ. მოკლედ დრო უნდა რა და მოდი მოვიცოთ. ყავამოთ კიდე პური ვაჭამთ. აი მეგობრებო, ეხლა ცოტა ხანი შევჩერდეთ. შეიძლება ჩაგვაღამდე, შეიძლება კი ჩაგვაღამდე, მე იმიტომ ისეთი ნისლი წამოვიდა და 1 საათი მაინც უნდა რა, მაშინ იყოს. აი ეს რო უბერო, მაინც გამოდის ორთქლი. აუ, მოდი აქ ეს მინდა ხალხს ვაჩვენო რა. ეს არის ჩვენი ქოხის სული. ანუ მცველი რა. ცოტა დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ რა ვიცი სიმპათიური რაღაც ესეთი. გემრიელი ძალიან ცხვირი აქვს, ქაფი ჩავასხი და მე ვეღარ მოვიცე და თვალებიც მივახატე. ეს არის ფუღუროს ქუჩა ნომერი 1-ის მცველი. და თვალიც არ გვეცემა, იმიტომ რომ თვალები გავუკეთეთ. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. ეს ქოხი ხო გაგვიტეხეს. მამა ზაღლიშვილებმა და ჩვენ კამერა დავაყენეთ, აი. აქ ტყუილა არ არის ესა? ნომერიც არის. ალფატიკ ჯიქვია, იქ ნახე, ტელეფონის ნომერია, დარეკეთ. და კაცი ეცი რანაირი, თვითონ იმაშურება რა ქვია. მოკლედ პასუხისმგებელია, რასაც გაიკეთებთ რა იქ. თემუთან თარამინა კამერა არ გამოიწერთ, თორე არ ამუშაობს, ეგ ნაღდი ვიცი რა. იმიტომ რომ ჩვენ შევცოდეთ და გამოგვიდა რაღაცა ნაგავი. მოვა დაგიმონტაჟებს ეს ხალხი, არ გაგატანთ, ზუსტად აგიხსნით როგორ უნდა გააკეთოს. ანუ ძვირები ძალიან ძვირებიც არ ღირს. ჩვენ აგერ გვიკეთია, ხეზე გვიკედია რა, აჩვენევანო. ხეზე გვიკედია და რა 5000 არ ღირს ახლა, ძვირი არ ღირს. არა, ძვირი 300 ლარამდე გააჩნია რა გინდათ რა. მოკლედ თუ კამერა რამე გიან, თან თავისი ავტონომიური კვება აქვს კამერას. შეხედეთ ზემოთ. მზის პანელი ვარ. ხო, მზის პანელი უყენია, ტყეში გვიყენია და თან კაი სიმაღლეც. ეხლა ვიღაცამ თოფი თუ არის სულ ამას ვერაფერს ვერ დააყენო. ასე რავი, კამერა თუ გინდათ გააყენოთ სადმე. თან ტელეფონზეა, მთავარია ტელეფონი იჭერდეს, თორე დანარჩენი ყველაფერი. მოკლედ ზურას დაურეკეთ, ზურა ქვია მაგ კაცს. მოსახელია. ო. ჩემი სეხნია. და მოკლედ დაგაკვალიანებთ. აი ეს.
ეხლა ვაცადო და გამოწვის. ნახო. წავა ბატონო და თორე გავიყიდე. მეც. პრებო აი ესეთი რაღაცა მივიღეთ რა. შავი. შესახედავად მაინცა და მაინც დამწვარია. პრეზენტაბელური არ არის. ბატონო დავით, მაგრამ ეს ესეთიც უნდა იყოს. აქ ზოგიერთი ბოროტიანები ამბობდნენ, იცით რა, არაფერი გამოგივათ. ეს ხო დიდი კარტოფილია. მაგრამ თავიანთი გამოუცდელობით და უგონობით დავიმართეთ ეგ. ყველაფერი. ანუ იღებთ ამას. მერე შიგ ჩაღრით ბეკონს. აი ეს. ხახვი? არანაირი ხახვი. ჯერ. მერე ვიღებთ. ამ ჩაიმ კიდევ წააგუგუნა. მერე შიგ ბატონო დავით. აი ესეთ რამეს გავაკეთებთ. მორე? ეს არის მსოფლიოში ყველაზე როგორ გითხრათ რა. ჯანმრთელი საკვები. აი ეს. ამას მე ამ ყველს გადავავდოთ, აღარ გვინდა. არის ფიქრობთ, რომ ხრედავ ანთია. ანთია ბატონო დავით, რამის ხელი მოუკიდე, აი ესე. ხახვი არა? ხალხს მერე მოვაყრით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი საკვები. ნახშირიც კი? სასარგებლო. ნახშირი სასარგებლო თან მაგარი. ეს ესე უნდა შეიწვას, უნდა იყოს ქვასავით მაგარი, აი ესე. აი. აუ ხედავ რანაირი გამოვიდა ბატონო დავით. ოჰო, შიგინა სულ ის გამოვიდა, რა ქვია. იმასავით არის. რა ქვია. ფქვილივით. ეს ესე უნდა იყოს. ფქვილი ხო? ო, კრახმალია. ესე და და ერთი წელი ყვალი ამას დავადოთ. ერთმა კაცმა ღვინო გვაჩუქა, უკვე დასხმული მაგ. ბატონმა ზაქრო. ტაბახმელელია. ხო და რომ მივდიოდით, უბრალოდ აქ რომ მოდიოდით, გზად დაგხვდა რა და გითხრა რომ აჩვენე რა ვანო რა რომ ესეთი ბურგერი შევით გამო. აი ნაკოჩხალი გდია, აი იმას გასვიდა. ეხლა ვიღაცამ თქვა ხელები ჭუჭყიანი რატო გაქოეთ რამეს კიდევ ვიტყვი ბატონო დავით. თუ თევზი გიყვარს, ტრაკი როგორ უნდა გქონდეს, იცი? სველი. თუ ესეთი რამე გიყვართ, იმასაც უნდა შეუვერდეთ იმაზრს, რომ ეს უნდა იყოს გადაიშალა. ჰა? ო, როგორ გამდნა რა, ჰა, გადაიშალა, ჰა. გავასწორებ. აი ესე. პური აიღე. და ჩანგალი მოიმარჯვე. ეს არის ყოვლად ნოყიერი და გემრიელი საჭმელი. მოდი ღვინოს მეაქეთ და ვითქო. და ამას ახლო მოგიწევ. ამას ახლა მიავხდი და ყველ ისე აიღე, რომ ბეკონი და ყველი ერთად აყვეს. ხედავ როგორი წელება შეხედე. ამას ნახეთ. ყველი და ბეკონი როგორი წელება ერთი მეორეში, აი ესე. აი. მარილი ცოტა უნდა, იმიტომ რომ ამას რა ქვია? ის ჩემი აზრით კარაქიც მოხდებოდა. კარაქის? შენ ხო თავიდან ვილაპარაკეთო კარაქი? კი, მაგრამ თა რო ათრიო არ გამოვა. მაიცავე დიდოსინჯო. აბა. აუ. ამისული წამიწყდეს თუ წამით ტყუილი ხმაიცა შენ იგეთება. მეორე არ მიდე ხლა ერთი თო. მეორე ამაზო შეჯამ. პოლიტიკურ სამსახურს მოითხოვ ეური ამ ხოხში. მიდი. მაგარია.
ჰა? მაგარია თქო. მეც არ გაჭირ, იმიტომ რომ შეხოთ არ მინდა. მოგრეთ, ხელები კი დაგესრებათ, მაგრამ აი ესეთი აი წელვადი აი საიქეთ, აი გადაგიხსნი, აი კიდე ნამოი. ამით დამახოლებს კაი. ეკოს კარგად ჩადეს, აი კიდე ნამოი. გინდა კიდე. ჰა? არა. ახალდანაჩვენე რა. ძალიან გემრიელია. ამას დაждებით, გინდა ისე ჭამეთ, გინდა ღვინოსთან, გინდა ლიმონადთან. აი ესეთი წელვადი ბეკონიანი კარტოფილი. ესტრემალურ პირობებში შეგიძლიათ გავაკეთოთ. აბარა, თან ბართა ვიძახი, მამისული წამიწყდეს თუ ჰალალად არ ვამბობდე, ძალიან. ჩემი აზრით იცი როგორ გამოვიდოდა, კარგი? ეს რო შეიწובოდა გული ამოგვეღო, ცოტა დაგვეტოვებინა და მთლიანად რო შეგეძლო. დასტოვეს არაფერს ხელს. ეგრე მაშინ უკვე სამზარეულოში ვარ, ესე ვარ ტყეში. მოდი ამ ჯიგით. ყველა იმას გაუმორჯოს, ვისაც კაი სიტყვა ესმის, კაი ნიშნავს. ესა. რა. სასარგებლო. ნახშირი? აბარა. შევჭამო? რა უნდა აბარა? შევჭამ. თან როგორ ჩააგრატუნა. ყველა გაიგას და გამგებს გაუმორს. კაცო, ყველი მიაყოლიან რაღაცა. მარტო ნახშირსა ჭამ? ეგ არ უნდა გეჭამა მარტო. თუმცა ჯამთელობისთვის კაია. აი ეს იწელება შეხედეთ როგორ რაღაცა გამოვიდა ამას აქვს ბეკონის გემო ყველის გემოც აქვს და კარტოფილის ყველის და კარტოფილის გემო კარაკი არ უნდა ეგ 100%-იანი არ უნდა კარაკი მაგრამ გემოვნებაზეა დამოკიდებული და ეს არ გვჭირდებოდა? უი, ხახვი, ბიჭო. ხახვი გემოვნებით. შეიძლება ეში ხახვი არ აქვს, ამიტომ მოგნებით. ისა ხახვმა თავისი პეცი მიცა, ხო? უღა. ამდი გამოგევსდოვით. ჩავყრა ბოჭი რაღაც. ეს გააკეთეთ. აი თუ არ მოგეწორო დამირეკეთ დურავი მომწერეთ და მაგიდეთ რა. ოღონდ ძალიან მაგარია. არ გაბრძანებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. ჯობია მაინც არ დარეკოთ.